საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. საღამო მშვიდობის თემურ, მადლობა რომ გიყვართ სტუდიაში. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში, მორიგი რეზოლუცია, სადაც გამოთქვამს კვლავ თავის უკმაყოფილებას და ითხოვს რომ დასანქცირდეს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი თავის ოჯახის წევრებთან ერთად, და ასევე პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე რიგი მინისტრები, მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და როგორც აღნიშნულია მედია მენეჯერებზეც კი არის საუბარი, ვინც თქვათ ანტიევროპულ პროპაგანდას ეწევა. 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა ამ რეზოლუციას მხარი, 63 იყო წინააღმდეგი და 91-მა შეიკავა თავი. ავტორები გახლავთ 57 ევროდეპუტატი, რომელთაგან 5 პოლიტიკური ჯგუფია იქ, ესენი არიან ევროპის სახალხო პარტია, სააკაშვილის მომხრეები, ეგრეთ წოდებულები, სოციალ-დემოკრატების, კონსერვატორებისა და განახლების, ასევე მწვანეების წარმომადგენლები. არაერთი ანალოგიური რეზოლუცია უკვე მიღებული. მთელი რიგი ქვეყნები, ეს არის ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ასევე ჩეხეთი, უკვე აქვთ ასეთი სასანქციო სიები. ერთი არის იმპლემენტაცია და ასევე მეორე თუ რამდენს მიიღებენ ასეთ რეზოლუციებს, რომლებიც რას მოუტანს ქვეყანას, საქართველოს. რა გვემატება ამით, ან რა გვაკლდება? აბსოლუტურად სხვა განზომილებაში არიან ახლა ევროკავშირის ევროპარლამენტის წარმომადგენლები, განსხვავებით ამერიკელებისგან, როგორც ხალხი, ასევე ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტ ტრამპის სულ სხვა ტალღაზია, რაც უკვე ჩანს რუსეთთან დაანონსებულ მოლაპარაკებებში. თემურ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ რეზოლუციას მორიგ ამ ქაღალდს რა მნიშვნელობა ენიჭება, ან თუ შეიძლება საერთოდ რაიმედ გამოდგეს ეს ქაღალდი? ეს კარგია, ასეთ რეზოლუციები ევროკავშირის მხრიდან, იმიტომ რომ ეს აშკარავებს მათ განწყობებს საქართველოს მიმართ, ჩვენ ვიცით, რას მოყვა ეს რეზოლუციები, ეს მოყვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სცადა თავის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაეტარებინა, არ გადაჭეხა საქართველო ომის კარცეცხლში. ჩვენ ხედავთ, რომ ომი შეიძლება დასრულდეს. აქტიური მოლაპარაკებები დაიწყება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ზუსტად ისე როგორც ეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ფიქრობდა და აცხადებდა, რომ ჩვენ ვილაპარაკებთ შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ შეერთებული შტატები არის ძალა, რომელსაც შეუძლია ომის დაწყება და ომის დამთავრება. ჩვენ სხვა არ ვჭირდება. ევროპელები განზე დარჩნენ. და ევროპელები, რომლებიც საქართველოს ითრევდნენ ომში, მათი აგენტურის მეშვეობით, ანტიქართული, მტრული ძალების მეშვეობით, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ამ რეზოლუციას მიიღებენ და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ესე იგი მოაქციონ საქართველოს იზოლაციაში, მაგრამ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა ევროპელთა მხრიდან ეს ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენს სოციალურ სფეროზე თუ ისინი არ წავიდნენ რადიკალურ ზომებზე, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, როგორიცაა ჩვენი ემიგრანტების დაუშვათ ცხოვრების პირობების გაუარესება ევროპის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში ჩვენ ესე იგი ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სოციალურ მდგომარეობას გავლენას ვერ მოახდენს. მთავარი რა არის, რომ მათი ბოგინი დამთავრდა იმ ხელმძღვანელობისა, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რაც ევროპაში არის ბოლო 30-40 წლის მანძილზე, ეს ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყავს თითქმის ყველა ქვეყანას ევროპაში, სლოვაკეთის და უნგრეთის გარდა. ეს რეზოლუციაშიც მითითებულია, რომ გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთისაო. გასაგებია. მათი დასრულდება, იმიტომ რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა იცვლება ძირეულად.
ეს ვაიტერ იმის განცხადებიდანაც ჩანს ტრამპის და მასკის განცხადებიდანაც, რომ ამის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული სხვა ქვეყნებში პოლიტიკური ცვლილებებით და, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით. ისე როგორც ყოველ შემთხვევაში ეს ამას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია. მათ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება ევროპის ქვეყნების მიმართაც. და აქედან გამომდინარე ევროპა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს, იმიტომ რომ ისინი თამაშგარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და აღმოჩნდნენ აფსაიდში, სრულ აფსაიდში. ანუ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს სოფლიოში, მათ არავინ არ ეკითხება ჭკუას. არ ეკითხება ჭკუას არც რუსეთი, არც აკითხებოდა და არც ეკითხება შეერთებული შტატები. ეს უკრაინის მოვლენებზე ახლა ჩვენ სულ მალე ვნახავთ ამას. და ეს თვალნათლივ გამოჩნდა თუნდაც იმ განცხადებებში, აი მაგალითად გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი შოლცი ესეთი ეჭვიანობა ნარევი განცხადება აქვს უკვე, რომ არ შეიძლება უკრაინის საკითხი ევროპული ქვეყნების გარეშე მოგვარდეს, უბრალოდ მოლაპარაკებები შედგეს ჩვენს გარეშეო. რა აძლევს ამის საფუძველს? თუ კი ის მართლაც მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები გამოიღებს შედეგს, ეს უკვე თავად ეს განცხადება ცხადყოფს, რომ ამას ეთანხმება. მაგრამ აქამდე სად იყვნენ? თვითონ ყოფილიყვნენ პიონერები ამ განცხადებისა. რა იყო პრობლემა, რაში იყო? ანუ გრძნობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ევროკავშირზე ბევრად უფრო ძლიერები არიან ნებისმიერი სახის პოტენციალით. როგორც დიპლომატიური ბერკეტებით, ასევე ფინანსური ბერკეტებით და, ფინანსებში ახლა რუსეთთან მიმართებით ახლა გადამწყვეტი როლი არა აქვს ამ ფინანსებს, მაგრამ თუმცა ეკონომიკა გარკვეულწილად პოლიტიკაზე ზემოქმედებს. აქ მთავარი არის ტერიტორია, მასშტაბი, რაც ნამდვილად ევროკავშირთან შედარებით ბევრად დიდია ამერიკის შეერთებული შტატების. ეკონომიკური პოტენციალი, მის სამხედრო პოლიტიკური პოტენციალი შეუდარებელია, რა თქმა უნდა. ჩვენ ვხედავთ იმ მდგომარეობის შედეგებს, რა მდგომარეობაც ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას. რომ ევროპა ყოველთვის იყო დაქვემდებარებული შეერთებულ შტატებს, მცირე გამონაკლისის გარდა, მცირე უშუალოდ რეციდივების გარდა, ეს საფრანგეთს ახასიათებდა ხშირად ურჩობა, ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატების მიმართ და ჩვენ ვიცით, როგორ დამთავრდა დეგოლის ურჩობა. დეგოლის ჩამოგდებით ფაქტიურად. საერთო ჯამში შეერთებულ შტატები მთელი ამ ეპოქის პოსტ ასე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე დომინირებდა ევროპაზე და ინგლისზეც. და ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის დასუსტება ხდება ინტენსიურად ბოლო 10-15-20 წლის მანძილზე. ანგელა მერკელის დონის პოლიტიკოსებიც კი არ არიან, არ შემორჩნენ ევროპის ხელმძღვანელობა. შოლცი ვინ არის? შოლცი არის შეერთებული შტატების პოლიტიკის შემსრულებელი, ყორმოჭრილი მონა, მისი საგარეო საქმეთა მდივანი, მინისტრი. ასევე საფრანგეთი, დღევანდელი ხელმძღვანელობა და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შეერთებული შტატების ინტერესები განხორციელებულიყო სრული 100%-ით. სრული 100%-ით. გერმანიის ეკონომიკის კური და პოლიტიკური პოტენციალის განადგურებით საფრანგეთის ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მკვეთრი შესუსტებით, სხვებზე არაფერს არ ვამბობ, იქ წამოიკნავლა იტალიის დღევანდელმა კონსერვატორმა, ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ქალბატონმა თავის დროზე, როცა მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ მასაც ჭკუასავლეს სწრაფად და ის შევიდა კონიუნქტურაში. შევიდა ზელენსკი შეხვდა კიევში. ასე რომ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ევროპას არავითარი ძალა არ გააჩნია, მან ევროპამ თავის ხარაკერი გაიკეთა ფაქტიურად. და მარტო შოლცი კი არა, ისინი შეიკრიბნენ, სასწრაფო შეიკრიბნენ საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ქვეყნების საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის რომელთაც ასე თუ ისე ჰქონდათ გარკვეული ამბიციები უკრაინასთან დაკავშირებით და ყველამ ერთად ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ მათ განცხადებას არავინ ყურადღებას არ მიაქცევს. შეიძლება გარკვეულ ეტაპზე შემოვიდნენ
აი ამ გადაწყვეტილების მაგიდას, ჭობის მაგიდას მიუსვნენ, მაგრამ ისინი შემოვლენ იმ ეტაპზე, როცა უკვე გადაწყვეტილი იქნება. თავადვე ამბობენ ახლა, რომ მინსკის 3 არ შეიძლება რომ შედგესო, ან დაფიქსირდეს როგორც მინსკის 3 ეს მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ მინსკი 2-ის ხელმომწერები ვინ იყვნენ? ანუ პასუხისმგებლები ვინ იყვნენ? გერმანია, საფრანგეთი. პოლონეთი. იქ ამერიკა არ იყო, იქ თავარი აქტორი, ბარტალი. ანუ რა გააკეთეს საბოლოო ჯამში? დაიცვეს ის პირობები? იმ მოლაპარაკებებში ვინ მონაწილეობდა რუსების და უკრაინელების გარდა? დონბასის არაღიარებული, მაშინ ჯერ კიდევ არაღიარებული ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები. რატომ შემოვიდნენ, მაშინ რატომ მოაწერეს ხელი? ხო, ან წარმოვიდგინეთ, მინსკი 2 ეს იყო იმით ცდელობა, რომ მაინც დარეგულირებულიყო სიტუაცია უკრაინაში ომის გარეშე. ახლა რუსეთი კი შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ ეს ფაქტი გამოწვეული იყო საერთო ჯამში დასავლეთის აგრესიული პოლიტიკით. მინსკი 1 ეს დათმობა იყო რუსეთის მხრიდან. მინსკი 2-ის დათმობა იყო რუსეთის მხრიდან. მინსკი 3 არც შედგება ევროპელების მხრიდან. მინსკი 3 არ უნდა შედგეს რუსეთის ამბობს ამას. მაგრამ რუსეთის სხვა აზრით ამბობს ამას, რომ მინსკი 3 დათმობა იქნება რუსეთის მხრიდან. და ახლა შევხედოთ რატო ამბობენ ამას ევროპელები. ეს იმის ნიშანია, რომ გავაგრძელებთ, ომი გააგრძელებთ. მათ ომის დასრულება უკვე აღარ აწყობთ. იმიტომ რომ გამოვარდნენ თამაშიდან. ამოვარდნენ გადაწყვეტილების მიღების ისინი არ არიან, გავლენას ვერ მოახდენენ. ეს მაგის ნიშანია, აი ყვირიან რომ უნდა გაგრძელდეს ომი, პირდაპირ ვერ ამობენ ამას. ხლა თქვენ თქვით თემურ რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაშიო. თუ ამ საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად და თვითონ მოწყობის, მსოფლიო მოწყობის თანახმად კი ბატონო, სუვერენულ ტერიტორიად ითვლებოდა იმ პერიოდში ეს დონბასი უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ ეს იყო ტიპიური კაზუს ბელი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იღებს სათავეს. ანუ ეს უკრაინის მხრიდან, ხო? არა, რუსეთის მხრიდან შეჭრა უკრაინაში იყო კაზუს ბელი. იქ იყო საბაბი ომისთვის. რუსებმა ახსნეს რატომ მოახდინეს იქ შეჭრა, ხო, ასეა. არა, გისმენთ მე. ხო, აი კაზუს ბელი. ხო, და მიზეზი იყო ის, რომ აღმოსავლეთ მხარეს უკრაინაში ცხოვრობდა, დააკვირდით ციფრს, 8 მილიონი ეთნიკური რუსი. 8 მილიონი. ანუ 3 საქართველოს ხელა რუსულენოვანი ეთნიკური მოსახლეობა, რომელიც თავს იდენტიფიცირებას თავისას ახდენდა ამ რუსულ ბევრს არ მოწონს, მაგრამ ფაქტის ახეზეა, ანუ ეგრეთ წოდებულ რუსულ სამყაროსთან. და ის მინსკი 2, რაც გაფორმდა მაშინ საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის თანამონაწილეობით, ითვალისწინებდა ბევრს კი არაფერს. უბრალოდ ამ მოსახლეობის უფლებების დაცვას და რუსული ენის დაცვას. ეხლა ისტორიულად ეს ტერიტორია იყო რუსეთის. ამას ნებისმიერს შემიძლია ვეკამათო, ახლა 1000 რაღაც სისულელეების მტკიცებას დამიწყებენ, უძველესი უკრების შესახებ თეორიების და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო მალოროსია, სხვათა შორის შეუთვალეს სახელმწიფო სათათბიროდან ბუშს, რომელმაც გადაარქვა სახელი მექსიკის ყურეს და დაარქვა ამერიკის ყურე. მიზეზი და მოტივი რა იყო ლენინისა იმისთვის, რომ ეკატერინე დიდის დაარსებული ქალაქები მიერთებინა იმ უკრაინისთვის, რომელიც რეჩი პოსპოლიტის დროს პრინციპში იყო აი ცენტრალური უკრაინა. ხო, ან ის წმინდა რუსული ქალაქები იყო, აი ეს ყველა ქალაქები, ხო დონბასში რაც არის, თავისი წარმომავლობით დაარსებით იყო ეკატერინე მეორეს დროინდელი დაარსებული ქალაქები. ხო და იმ დოკუმენტში მინსკი 2-ში ამას ითხოვდნენ მხოლოდ რომ იქნას დაცული ამ რუსი მოსახლეობის უფლებები. რა გააკეთა საპასუხოდ კიევმა? არტილერია მიაყენა იქ უკვე გამზადებულ დოტებთან და ძოტებთან, ანუ რო აუხსნა უფრო რა არის ეს არის რკინაბეტონით მომზადებული მიწისქვეშა და მიწის ზედა თავდაცვის ღუდეები. აი დაახლოებით ისეთი სააკაშვილმა რომ მცხეთასთან გააკეთა უკვე წაგებული ომის შემდეგ. ხო და
თუ კი საკუთარი ხალხი და მოსახლეობა იყო და ზელენსკის სიტყვები იყო თავის პრეზიდენტობისას, რომ მე თუ მოვედი პრეზიდენტად, პირობას ვდებ, მე თვითონ რუსულად მივიღე განათლებაო და ახლაც ოჯახშიც რუსულ ენაზე ვსაუბრობო, მაგრამ დასცხეს და დაუშვეს და ანადგურეს იქ დონეცკში. არის მემორიალური, ესეთი ძეგლი ამ დონეცკელი ბავშვების. ხო, რომლებიც და კაციშვილი ხმას არ იღებდა. დასავლური მედია, გლობალისტური მედია ამაზე კრინც არ ძრავდა. აი უკვე მერე ამოქოქეს, როგორც ჩვევიათ, გნებავთ სირიაში, გნებავთ ერაყში, გახსოვთ ხო კოლინ პაუელი რო გამოვიდა და სინჯარაში ქონდა ფხნილი და ეს პოლონიუმიაო რო ამბობდა. და ამათმა ყველამ ამ შტერებმა დაუჯერეს, რომ უი პოლონიუმი მოუტანიაო აქ ხდომაზეო. და ჰუსეინს აქვს. წარმოგიდგენიათ ხდომაზე პოლონიუმს ვინ შეიტანდა, ანუ ხო გაწყდებოდნენ ისინი ყველა. აი ამ დონეზე თევზებივით არიან ისინი, ანუ რეალობის შეგრძნება არ აქვს და სასურველის რეალობად გასაღებას ცდილობენ მარაჯამს და ყოველთვის. ნუ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენ არა, კარგია რომ ახსენეთ, იმიტომ რომ პარალელები უნდა გავავლოთ ჩვენს ისტორიასთან. რუსეთი მზად იყო, ასე გარანტად იყო, მანამდეც იყო გარანტად ჩვენ ვიცით რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინა თანაბარ პირობებით ითანამშრომლებდა როგორც ევროკავშირთან ისე რუსეთთან, რუსეთი ამას თანახმა იყო. უბრალოდ ნატოს წევრი არ უნდა გამხდარიყო და უკრაინა არ უნდა ყოფილიყო მისი ტერიტორია გამოყენებული სამხედრო თვალსაზრისით ნატოს მიერ, მაგრამ ეს შეთანხმება 2014-ში დაარღვიეს და ხელი შეუწყეს ფაშისტურ გადატრიალებას მაშინ კიევში და ეს ისტორია, რასაც თქვენ ყვებით, შემდეგ მოყვა ამას და რუსეთის შემდეგშიც კი თანახმა იყო, რომ დონბასი შესულიყო უკრაინის შემადგენლობაში დარჩენილიყო გარკვეული ფართო ავტონომიური უფლებებით, მაგრამ მის შემადგენლობაში, რაზეც ის მოსახლეობა ის 8 მილიონი არ იყო თანახმა. და რუსული მხარის ზეწოლით, სწორედ ის დონბასი მაშინ დარჩა უკრაინის შემადგენლობაშიც. მინსკი 1, მინსკი 2, ბევრი ითმინა რუსეთმა. ბევრი ითმინა და შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა. და იძულებული გახდა, რა თქმა უნდა, რომ ეს გაეკეთებინა, რასაც მოყვა, რა თქმა უნდა, სესწრული ჩვენ ხედავთ საომარი დაპირისპირება. და ჩვენი ისტორიაც დაახლოებით იგივეა. ჩვენ როცა აფხაზეთში შეიჭრა სამხედრო ფორმირებები, ქართული სამხედრო ფორმირებები, ნახევრად ოფიციალური, ნახევრად ბანდიტური, შეიძლება ჩავთვალოთ ბანდიტურიც კი მთლიანად. ეს მხედრიონი და კიდევ რამოდენიმე ჩამონათვალი. ნუ რეკეტით რო იყვნენ დაკავებულები, ახლა ნებისმიერს კითხეთ ჩვენ თაობას და დაგიდასტურებთ. თბილისში ჩამოდიოდა ფურები და იდგნენ პირდაპირ პროსპექტზე და ცლიდნენ იქაურ აფხაზეთში დოვლათით, ნუ აფხაზეთი მდიდარი კუთხე იყო, მე პირადად მახსოვს რა ქონების მფლობელი იყო იქ მოსახლეობა. ქართული მოსახლეობა ადგილობრივ შოკში იყო, რო შეხედეთ. ცლიდნენ ავეჯს. თბილისში ავეჯი იცლებოდა იქიდან ნამარადიორალი საქონელი და მანქანები მოყავდათ და იქ მიდიოდნენ იმ ვითომ სამშობლოს ახლა ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მართლა ძმირულად იბრძოდა ზოგი იქ და დაეცა და ღმერთმა აცხონოს მათი სულები, მაგრამ ნაწილი მართლაც იყო სამარადიოროთ იქ ჩასული ახლა ნუ ეს ხო ცხადია. კი, არა, იმის თქმა მინდა რომ 2008 წლამდე რუსეთი არ ცნობდა არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მხოლოდ იმის შემდეგ რაც სააკაშვილის ავანტიურა განხორციელდა, სამხედრო ავანტიურა, ამას მოყვა ადეკვატური პასუხი რუსეთის მხრიდან. რუსეთი არ დათმობს სამხედრო ბაზებს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. არ დათმობს და არ გააკეთებს ისე, რომ საქართველოს იყოს დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორია ათვისებული სამხედრო თვალსაზრისით. ამის თქმა მინდა. იგივე ისტორია ჩვენ ხედავთ უკრაინაში. იგივე ისტორიას და ოცნების დამსახურება ის არის, რომ ოცნება უკრაინასთან ერთად კვლავ ომში არ ჩაება და არ მოხდა ისე, რომ საქართველოს შეიძლება გამქრალიყო საერთოდ პოლიტიკური რუკებით. ამას გადავრჩით ჩვენ. კი, ეს პრინციპში ასეა რეალობაა, მაგრამ შეიძლებოდა სხვა სურათიც გვენახა. ჩვენ გვახსოვს ხაზაში რა მოხდა, ხო?
45,000 მშვიდობიანი პალესტინელი ამოიხოცა. საბაბი რა იყო ტერორისტებმა, პალესტინელებმა, ხამასმა აიყვანა ეს მძევლები, ებრაელი მძევლები და ამას მოყვა ეს ყოველივე. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ტრამპი მოვიდა, კი ახლა სხვა დღის წესრიგი აქვს, მაგრამ საერთო, საგარეო მიმართულება შტატების ექსპანსიონისტური არავინ არ ამტკიცოს ახლა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგი შეიცვალა ლიბერალური კონსერვატიულით, ტრამპს არ ექნება იგივე წიაღსვლები. ანუ ჰეგემონიის აღდგენის თვალსაზრისით. და ნახეთ ტრამპი რას ამბობს, მე ახლა მზად ვარ ვიყიდო ღაზა. და მის სამხრეთ ნაწილში ჩავდგა სამხედრო საზღვაო ბაზა. ხმელთაშუა ზღვაზე. ხო, ასეა. გარდა ამისა, მე აღარ შემოუშვებ უკან იმ მშვიდობიან დევნილ პალესტინელებს ღაზას ტერიტორიაზე. და ისინი გადანაწილდნენ იორდანიაში და ახლომდებარე ქვეყნებში, კი. ეგვიპტეში, იორდანიაში და ყველა იმ გარშემო პრინციპში ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში. და აქ რომ მომხდარიყო იგივე. ვთქვათ, ისე უბრალოდ მოდელირება გავაკეთოთ ჰიპოთეტიურად, რომ ის მოწოდებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ესეთ შემოვლითი გზავნილებით გააჟღერებინა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, აი ეს ნაბახუსევი რო იყო დანილოვი, რო ამბობდა რომ მიდი დასცხეთ ახლა აფხაზებს და ოსებსო, დრო გაგვთო და ჩვენ აქ ავართოთ, ან თქვენი მხარდაჭერა გჭირდებაო და გახსნილიყო აქ მეორე ფრონტი. თუ რუსეთი იძულებული იქნებოდა, მოუწევდა გახსნა და გახსნიდა კიდეც. მაგრამ რანაირად, თუ უკრაინელებს თავიანთ ბიძაშვილებს ეს ბჭყალებში არ მოეფერა და უამრავი მსხვერპლია იქ. საქართველოს დაინდობდა, თუ არ გვახსოვს ის 2008 წლის კადრები. მაშინ კიდე ასევე ფიგურალურად რო ვთქვა, იმ მსხვერპლის მიუხედავად მოგვეფერა. ანუ არ დაგვავიწყდეს რომ 220-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 170-ზე მეტი მშვიდობიანი, საერთო ჯამში 400-ზე მეტი ადამიანი დაგვეხოცა აქ ჩვენ. ანუ რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თუ ღაზაში ღაზა არის დაახლოებით საქართველოს ნახევარი. გეოგრაფიულად რა, ანუ ერთი დიდი იმერეთის ხელა არის. უბრალოდ ფორმა აქვს ცოტა სხვანაირი, ხმელთაშუა ზღვის ესეთი გასწვრივ არის. და თუ საქართველოში ამოწყდებოდა 45,000 მოქალაქე. მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ღაზაში. და შემდეგ ასევე გაჩნდებოდა დიდი ნაკადი ტოლვილების, რომელიც სადღაც დაიწყებდა გზის ძებნას საწასულიყო. და ამ დროს იცვლება ადმინისტრაცია შტატებში. მოდის ტრამპი და ამბობს, იცით რა, აქ ანაკლიაში საკმაოდ კარგი ადგილი გაქვთ თქვენ, ჯერ კიდე საბჭოთა გენერალური შტაბის დროს თავარი სამშენებლო სამმართველოს იქ ყირიმში, სევასტოპოლში გეგმის მიხედვით აქ უნდა ყოფილიყო შავი ზღვის ბაზა მეორე ოჩამჩირეში და ანაკლიაში წყალქვეშა ნავებისთვის ასევე ბუნებრივი ბაზა. იცით რა, მე ჩემთვის ეს საინტერესოა, მე შემოგთავაზებთ რომ აქ გავაკეთებ რივიერას საქართველოში, უბრალოდ ის ქართველები, რომლებიც ახლა დევნილები არიან, მე დაველაპარაკები ერდოღანს, დაველაპარაკები ალიევს, პაშინიანს და ამ ქვეყნებმა გადაინაწილონ ეს დევნილები. და ქართველებს მე აქ აღარ შემოუშვებ. და ისეთივე ქალაქები, როგორიც ღაზაში დანგრეული. არ გავს ეს ყველაფერი ერთი მეორე. რა თქმა უნდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს სრულიად შესაძლებელი იყო, მით უმეტეს რომ აქ მარტო ქართველები არ იბრძოლებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. აქ შემოვიდოდა ძალიან ბევრი ბოევიკი და ისინი გაუწევდნენ წინააღმდეგობას, ძირითად წინააღმდეგობას და ჩვენ კიდე საქართველოს და ქართული ქალაქები იქნებოდა ამ წინააღმდეგობის მსხვერპლი. ჩვენ ამას გადავრჩით და ჩვენ დღეს ხედავთ რომ იმ ომში ჩაბმის შემთხვევაში ჩვენ ვებმობოდით წაგებულ მხარეს. წაგებული მხარე კი არის უკრაინის მხარე დღეს. იმიტომ რომ ვინ დაიწყო საუბარი ომის შეჩერებაზე რა შეერთებულმა შტატებმა რუსეთს არ დაუწყია ეს. რუსეთი ახლაც შეტევით ოპერაციებს ასრულებს, ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ კურსკში შემოიჭრენ უკრაინის ჯარები, საერთო ჯამში მაინც რუსეთს დიდი უპირატესობა გააჩნია ფრონტის ხაზზე და ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი, კერძოდ შეერთებული შტატებია დაინტერესებული ამ ომის გაჩერებით.
ასე რომ რა თქმა უნდა ჩვენ აი ეს ისტორია არ უნდა დავიწყოთ, გავითვალისწინოთ და ამის შემდეგ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე ამ ახალი სიტუაციიდან გამომდინარე რაც შეიქმნა დღეს და ჩვენ რუსეთთან შეერთებული შტატები იწყებს მოლაპარაკებას. ჩვენ კი უყურებთ შორიდან. ჩვენ ძალიან ხელსაყრელი პირობები გაგვაჩნია იმისათვის რომ რუსეთთან ჩვენ განვაახლოთ ჩვეულებრივი ურთიერთობები პირველ რიგში კეთილმეზობრული, შემდეგ უკვე სტრატეგიული იმისათვის რომ საქართველოს თავისი ინტერესების რეალიზება მოახდინოს მათ შორის აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით და ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. მით უმეტეს რომ ჩვენ ხედავთ რეგიონში რა მდგომარეობა შეიქმნა რომ როგორ არის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა როგორ შეიცვალა რუსეთის მიმართ და რა ხდება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ამაზე ხელსაყრელი პირობები საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში ისტორიულად მე არ მახსოვს როდისმე თუ იყო. როცა ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან საუბარი დავიწყოთ ჩვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. კი, სრულიად შესაძლებელია და მინდა გითხრათ რომ რუსეთშიც არიან ტვინები სერიოზული ინსტიტუტები მუშაობს ამასთან დაკავშირებით და სწორად ბრძანეთ თემურ აქვე ვიტყვით შესაძლოა ტელემაყურებელმა არ იცოდეს მაგრამ ვინც პოლიტიკას თვალყურს ადევნებს სააგენტოებიდან მაინც იგებს ვიცით ის ეპიზოდი რომ ეს ეგრეთ წოდებული რუსული სახლი დაიხურა ბაქოში და ასევე ილჰამ ალიევმა აი რამდენიმე დღეში უკვე მზადყოფნა გამოთქვა ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო დაახლოვდეს. აქვე მიუთითა რომ მთელი ის 4 წელი რაც გაგვიფუჭდა ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციასთან მზად ვართ რომ ახალი ფურცელი გადავშალოთ ასე ვთქვათ ურთიერთობებში. გარდა ამისა, სომხეთის ამბავიც უკვე ვიცით, იქ პირდაპირ დაიწყეს შევიდა უკვე დღის წესრიგში, სომხეთის პარლამენტმა დაიწყო განხილვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და უმრავლესობა დეპუტატები ხარს უჭერენ, მაგრამ რუსეთიდან წამოვიდა გაფრთხილება, რომ ეს იქნება კატასტროფა სომხეთისთვის. მაგრამ თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ ბოლოს სიტყვას გავითვალისწინებთ, ეს პირდაპირ კრავს წრეც, რომ აზერბაიჯანის გავლით საქართველოდან რა თქმა უნდა მე უკვე დასავლეთისკენ იქ ყავს პარტნიორი უნგრეთის სახით და ეს შუადერეფანი პრინციპში მოვა სისრულეში. იმ თვალსაზრისით რომ აზერბაიჯანში ყაზახეთიდან პირდაპირ აქტაუდან წამოვა ბორანი იქნება თუ რაც იქნება, ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამ შუადერეფნის ამოქმედება. და ეს რუსეთს პრინციპში აფიქრებს კიდეც. მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში აი თუნდაც ის ოჩამჩირევ ახსენე მე იმიტომ აკეთებს იმ ბაზას და ის ისეთი კონცხია რომ პირდაპირ უყურებს ანაკლიას თუნდაც იქ ჩინური ტანკერები დადგეს და ფოცაც უყურებს კი ბატონო მაინც კონტროლის საშუალებას აძლევს და ჩვენ ქართველობამ თავი რომ შევინარჩუნოთ და მართლაც რომ მოუძლიერდეთ ფიზიკურად ანუ გულისხმობ ეკონომიკას და პოლიტიკურათაც უფრო მეტი სუვერენიტეტი რომ გაგვიჩნდეს, ასე ქვია, ხომ არ არის ეს მართლაც ლავირებისთვის და ამ კომპლემენტარისტული პოლიტიკისთვის საჭირო ატრიბუტები ამ ეტაპზე. აი როგორ ფიქრობთ? ჩვენ ახლა აზერბაიჯანს თავის ინტერესები გააჩნია და მე არ ამგონია გრძელვადიან ეტაპზე აზერბაიჯანის სასარგებლო იყოს, რომ ის რუსეთს მან ზურგი შეაქცია ასეთ კრიტიკულ მომენტში. იმიტომ რომ საერთო ჯამში მაინც ეკონომიკურად აზერბაიჯანი ამ სივრცეშია ეს რუსეთზე არის დამოკიდებულია პოსტსაბჭოთა სივრცეზე და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ინტეგრაცია აუცილებლად მოხდება. და აქ შეერთებული შტატები ზედმეტია. ტრამპი ზედმეტია. მას სხვა ინტერესები გააჩნია შეერთებულ შტატებს გინდა არ გინდა ამ რეგიონში. იმ რეგიონში სადაც შეერთებული აზერბაიჯანი მდებარეობს და ჩვენ აზერბაიჯანს არ უნდა უყუროთ. იმ თვალსაზრისითაც რომ მან თავისი პრობლემები უკვე მოაგვარა, ასე თუ ისე მოაგვარა, სხვათა შორის რუსეთთან საკმაოდ ისეთი ზდილობიანი მოქცევით მთელი ამ 30-35 წლის მანძილზე მე ხედულებაში მაქვს ყარაბაღის მოვლენები და ეს 6-7 რაიონი აზერბაიჯანული რომელიც დაიბრუნა მან. ჩვენ ეს პრობლემები გაგვაჩნია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს იგივე პოლიტიკის განმეორება
რასაც ახლა დღეს აზერბაიჯანი აკეთებს, არის ტრამპი ჩვენსკენ მოიხედავს და მოდი ჩავეხუტოთ ტრამპს. ჩვენ პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა რეგიონში და რეგიონში ყველაზე დიდი სახელმწიფო, ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელზეც დამოკიდებული არის ჩვენი ყველა ძირითადი პრობლემის, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა პრობლემის მოგვარება, ეს არის რუსეთის ფედერაცია. აქედან გამომდინარე, ყველაზე პრაგმატული ნაბიჯი დღეს არის პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და გასვლა კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი პირობებით, ჩვენი ეკონომიკური და სხვა ინტერესების გათვალისწინებით. ასე რომ აზერბაიჯანი ჩვენთვის ამ შემთხვევაში არ გამოდგება ნამდვილად მაგალითად. ხო, აზერბაიჯანზე აქვე რომ დავხუროთ თემა, უკვე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ 1 აპრილიდან შესაძლოა სარკინიგზო მიმოსვლა, სამოქალაქო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს. ვიცით, ბაქოსა და თბილისში. ბაქოსა და თბილისში შორის დაკეტილი იყო აგერ ვიდრე 5 წელი უკვე 2019 წლის პანდემიის შემდეგ, მარტო რეისი ხორციელდებოდა ავიარეისი და ახლა რკინიგზაც ასეთ სამოქალაქო შემადგენლობაც თუ გაეშვება. არა, ეს კარგია, ჩვენ მაგორებელმა ისე არ უნდა გაგვიგოს, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ დერეფნების, აღმოსავლეთ-დასავლეთის, ანაკლის პორტის და იმ ტვირთ ბრუნვისა, რომელიცაც დასავლეთიც არის, მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი ტერიტორიის გავლით მოხდეს დასავლეთში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ოჩამჩერეგი არა, აგერ არის სამხედრო ბაზები ცხინვალში, რომელიც არის უშუალო მეზობლად მდებარეობს ჩვენს თავარ მაგისტრალებთან, დასავლეთ-აღმოსავლეთის თავარ მაგისტრალებთან, მათ შორის ნავთობსადენთან, გაზსადენთან, ასე რომ ჩვენ უნდა შევხედოთ პრაგმატულად თუ რა ვითარებაში ვართ. ისე როგორც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა თავის დროზე. ერეკლე მეორემ, იმის იქეთ ვინც იყო, იმის აქეთ ვინც იყო და უნდა გადავწყვეტოთ. მაგრამ ერეკლე მეორეს აძაგებენ ლიბერალები ჩვენთან. ლიბერალები ვისაც აძაგებენ, სულ ყველა არის კარგი კაცი. და კარგი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ეს არის მაჩვენებელი. ასე რომ და ამ რეზოლუციაში, რაც ევროპარლამენტმა მიიღო, ასევე აქცენტია გაკეთებული, ახლა საფრანგეთს მოუწოდებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვით ეს ორდენია. ანუ საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვით. ხო, ანუ წარმოგიდგენიათ, სადამდე დაეცნენ. ახლა ბიძინა ივანიშვილი ცნობილია, რომ ფრანკოფონური სამყაროს მოწფეალია, ყოველ შემთხვევაში მოქალაქეც იყო ამ ქვეყნის, ყოველ შემთხვევაში ესეთი კარგი ურთიერთობები ჰქონდა და ესენი ეს 400 კაცი ლიბერალების ჯოგი იქ ევროპარლამენტის შენობაში ამ რეზოლუციაში ამბობენ, რომ ეს ჩამოართვით საფრანგეთის ხელისუფლებას, ახლა მაკრონს მოუწოდებენ ჩამოართვით ეს. ახლა რამდენად ძვირფასია ეს ორდენი ბალონ ბიზნესთვის გამოჩნდება. ხო, ელჩებიც საქართველოში მოქმედია ევროკავშირის ქვეყანათა ელჩები კვლავ აქტიურობენ. დღეს მაგალითად იყო ეს ბალტიისპირეთის ლატვიის ელჩის თუ ლიეტუვის უკვე პრინციპში დიდად არ ვასხვავებ ამ ქვეყნებს ერთმანეთისგან, ეს პატარა ქვეყნები არიან. ლატვიამ თავის სახელი დაიტოვა და ლიტვამ შეიცვალა. ხო, განსხვავება არის. ლიტვა პრინციპში უფრო მისაღები იყო, ეხლა ეს გემოვნების ამბავია. აი ჩვენთან ეხლა ცდილობენ სწორედ ეს ქვეყნები რომ ანუ რუსულად არ მოწონთ გრუზიას რო გვეძახიან. და საქართველო იძახიან და ეს ძალიან ვიჩურნა, აი სიტყვა არის ესეთი ვიჩურნა, ანუ გადამეტებულად და გადღეჭილი ის არის, აი უნდათ რომ გაგვეფინონ ამითი, ცდილობენ რომ ამით ჩვენი გული მოიგონ, მაგრამ პირიქით უარყოფითი ისა და ლიტვა რო გახდა ლიეტუვა, იქ უკვე ტუვას ავტონომიური რესპუბლიკა თუ ტუვალუა რაღაც ესეთი უცნაური ასოციაცია რჩება, ასე რომ გრუზია არის სახელწოდება, რომლის ქვეშაც საქართველოს მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. სამამულო ომს რაც დიდ მშენებლობებში, ეპოქალურ მშენებლობებში იმ 70 წლის მანძილზე, ასე რომ ეს სახელწოდება დაკავშირებულია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნაწილთან.
ხო, ну, აი თქვენ რადგან ახსენეთ თემურს სამამულო ომი დღეს სრულდება 13 თებერვალია, ხო, 80 წელი სრულდება დრეზდენის ანგლოსაქსური ავიაციის მიერ დრეზდენის ბარბაროსული დაბომბვის შემდეგ, ანუ სხვადასხვა წყაროებით 135,000-დან 200,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიხოცა. მათ შორის მოხუცები, ქალები, ბავშვები. მეტი კი არ დახოცილა იმაში, დაახლოებით ნაგასაკში და მეც გეტყვით, ხიროსიმას არა, მაგრამ საერთო მასშტაბით, როგორც ხდებოდა ეს, მე ახლა ციფრებზეც შემიძლია მივუთითო, 13 თებერვალს 244 მძიმე ბომბდამშენმა ჩამოაგდო 507 ტონა ფუგასის ყუმბარა და 374 ტონა აალებადი ყუმბარა. ეს მხოლოდ პირველ დღეს. მეორე შეტევის ღამეს ორჯერ ძლიერი იყო ეს შეტევა და 529 ბომბდამშენმა გადაუფრინა და ჩამოგდებული იქნა ციფრებს მიაქციათ ყურადღება 965 ტონა ფუგასი და 800 ტონა აალებადი ბომბი. უკვე 14 თებერვალს ან მეორე დღეს 311-მა ამერიკულმა თვითმფრინავმა გადაუფრინა და ჩამოყარეს 780 ტონა ბომბი. 15 თებერვალს, ანუ რამდენიმე დღე ბომბავდნენ ამ ქალაქს, 210-მა თვითმფრინავმა გადაიფრინა და კიდე 462 ტონა ბომბი ჩამოაგდეს. და საერთო ეს რადიუსი ამ დაბომბვის 95% მიწისაგან პირისა აღიგავა. ანუ შენობა არ იყო დარჩენილი, მათ შორის ისტორიული შენობები. უდრიდა ნაგასაკიზე ჩამოგდებულ ბირთვულ ბომბს. სხორპლით. ხო, წარმოგიდგენიათ, სხორპლითაც, ხო, ნაგასაკიში 60,000-ზე მეტი დაიღუპა და აქ დაიღუპა 200,000-მდე სხვადასხვა მონაცემებით. აქ ბავშვებიც იყვნენ და ქალებიც იყვნენ. რატომ მოხდა არანაირი საჭიროება არ იყო ამ ქალაქის დაბომბვის, უკვე იქ მოგვარებული იყო თითქმის ომის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რატო გააკეთეს ეს? რომ საბჭოთა ხელმძღვანელობას გაჩენოდა შიში თუ რა სიძლიერის ავიაციას ფლობდნენ ანგლოსაქსები. აი ერთადერთი ესეთი ვერაგული გათვლა იყო. ამათ ხორცი სისხლი არ აინტერესებთ ანგლოსაქსებს. ყველას გაწირავენ. აი ეს მეორე ფრონტი ყბადაღებული, რაც დღემდე ისმის, ხო, საქართველოსთან მიმართებაში და უკვე რომ ნახეს, რომ მართლა არაფერი არ გამოუვად და ახლა რამის პირჯვარს იწერენ, არა ჩვენ გეგმაში ასეთი რამე არ ქონიაო, რაც უტიფარი ტყუილია და პრინციპში ქონდათ ეს გეგმაში. თამამად შეიძლება ეს ითქვას. აქაც სისხლის კალოს დაატრიალებდნენ. და მერე იტყოდნენ ეს ჩვენ ევროკავშირში გვინდოდაო ამათი მიღებაო ამ ტერიტორიის. მე რატომ მოვიყვანე ის მაგალითი ღაზაზე, რომ შეიძლება მოვლენები ასე განვითარებული იყოს სწორედაც. აი ასეთი საბჭოთა კავშირი მოქმედებდა სულ სხვანაირად, ასეთი მასიერებული დაბომბები არ მომხდარა ევროპის ქალაქების, მეტ გერმანიის ქალაქების. იქ თუ დაინგრა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით მოხდა საარტილერიო ცეცხლით, ტანკებით, ასე ვთქვათ, რომელიც აი საქალაქო ბრძოლებში. თორე საავიაციო ასეთი მithumedes მასირებული დაბომბები საბჭოთა კავშირს გერმანიის ქალაქებისა არ მოუხდენია. და რუსეთიც ასევე აკეთებს დღეს ახლა უკრაინაში ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ესე აწარმოოს საბრძოლო ოპერაციები, რომ მინიმალური იყოს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის ხერხი. და ეს ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ეს დიდი განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუნდაც აი ამ სამხედრო პირობებში თუ როგორ იქცევიან ისინი. ну საქართველოს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე არის დღეს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ კარგი პერსპექტივები გაგვაჩნია, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენს ინტერესებს. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას, დიახ, რთულ ვითარებას, მაგრამ ეს რთული ვითარება ისე შემოტრიალდა, რომ ჩვენ ძალიან კარგი შანსები გვაქვს, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. თუ რა თქმა უნდა ამის პოლიტიკური ნება იქნება. თუ ქართული ოცნება და საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეძლებენ იმას, რომ ესე იგი დაძლევენ თავის თავს, დაძლევენ იმ საერთო, ასე ვთქვათ, რიტორიკას, პროდასავლურ რიტორიკას, რომელიც ინერციით მოდის და გადადგამენ ნაბიჯს
იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის და აღადგენენ ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ეს პირველ რიგში ჩვენ მოგვიტანს სტაბილურობას შიგნით. მოგვიტანს სტაბილურობას რეგიონში ჩვენ გავძლიერდებით. იქ 3+3 ფორმატია. ამას მოყვება ჩვენი ინტეგრაცია ეკონომიკურ წარმონაქმნებში საერთაშორისოში, რომელშიც მონაწილეობს რუსეთი, რომელიც ბრიქსის სახელით არის ცნობილი, რომელსაც პერსპექტივები გააჩნია და რაც თავარია, ჩვენ ეს მოგვიტანს პერსპექტივებს, რაღაც ესე ადგილობრივი დარგების განვითარების აღდგენის პერსპექტივებს, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება თავისუფალი და პრიორიტეტული საშუალება, რომ პრიორიტეტულად, ესე იგი, ჩვენმა პროდუქციამ შეაღწიოს რუსეთის ბაზარზე, რომელიც არის ბუნებრივად, ასე ჩამოყალიბდა, ეს გეოგრაფიიდან გამომდინარე, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა საქართველოს პროდუქციისთვის ძალიან ხელსაყრელ ბაზრად. მე 200 წელი ჩვენი ურთიერთობებისა, როცა ჩვენ რუსეთთან ასე თუ ისე ერთიან პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ სივრცეში ვიყავით და ინტეგრირებული ვიყავით ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად, აი ეს ძალიან დიდი დივიდენდებია. აი ეს რო არ იყოს, ეს უნდა მოიპოვო. ეს უპირატესობა რა ჩვენ გვაქვს რუსეთის მიმართებაში, არა მხოლოდ რუსეთის საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართებაში და ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. და ამაზე უარის თქვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქართული ოცნების კრახი. კი, ქართულმა ოცნებამ თავისი მდგომარეობა განიმტკიცა. ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის სრულ მარგინალიზაციას, იმიტომ რომ ეს არის ოპოზიცია საქართველოს მტერი, სახელმწიფოებრიობის მტერი, რომელმაც თავისი თავი გამოაჩინა, სახე გამოაჩინა და მოსახლეობა მას, რა თქმა უნდა, მხარი არ დაუჭირა და მისი მზე ჩაესვენა. და ჩასვენებულია მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია, მაგრამ ქართულ ოცნებას აუცილებლად დაუდგება ძალიან სერიოზული პრობლემები 2-3 თვეში წინ. ეს არის პირველ რიგში სოციალური პრობლემები, პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემები და ეს 6 მილიარდიანი დაუშვათ ინვესტიცია, რომელიც არაბული ქვეყნიდან მოდის და რომელიც ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა ინვესტიციებია ეს. და მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს რა ინვესტიციებია ეს. საუკეთესო ადგილები არის დათმობილი მათთვის ამ ინვესტიციებისთვის. ის მოიტანს როგორ სტაბილურობას, იცი? აი ამ სისტემის, ეკონომიკური სისტემის, იმ ფინანსური, რომელიც ჩამოყალიბებულია, ამის სტაბილურობას მოიტანს. აი ლარის გაუფესურება არ მოხდება დაუშვათ. ბანკები შეინარჩუნებენ თავის ფინანსური სისტემა შეინარჩუნებს სტაბილურობას, მაგრამ ეს არ მოიტანს. დარწმუნებული ვარ ისეთ ეფექტს, ეკონომიკურ ეფექტს, რომელიც წინ წასწევს საქართველოს ეკონომიკას და განავითარებს იმ დარგებს, რა დარგებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ადგილზე პროდუქცია შეიქმნას. ასე რომ საქართველოს დღევანდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს საქართველოს ეკონომიკას და სოციალურ სფეროს. ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი. და ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია და ამის გავსი ინვესტიციები თუ ის რა თქმა უნდა კარგად არის გათვლილი, თუ ის ჩვენ ბუნებას არ გაანადგურებს, თუ ეს გათვალისწინებულია ჩვენი მათ შორის ადგილობრივი ეროვნული ინტერესები, რა თქმა უნდა ის კარგია, მაგრამ ეს არ არის პანაცეა. არც ტურიზმია სხვათა შორის პანაცეა. ჩვენ უნდა განვავითაროთ ადგილობრივი რეალური ეკონომიკა და ის დარგები, რომელიც ადგილზე ქმნის პროდუქციას. მათ შორის ჩემი პირადი წყაროებიდან, ასე ვთქვათ, და კონტაქტებიდან ვიცი, რომ წელს ახლა გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, ინფორმაცია იყო ასევე ქართულ სააგენტოებზე, რომ ტურიზმისგან დიდ შემოსავალს ელოდებიან. მაგრამ რასაც ვამბობდი, ეს მინდა დავასრულო, ჩემი კონტაქტებიდან ვიცი, რომ წელს ძალიან ბევრი დამსვენებელი შემოვა რუსეთიდან საქართველოში. ანუ შავი ზღვისპირეთი, მთა, ალბათ იქნება გადაჭედილი ამ რუსი ტურისტებით. რაც შემოსავალი არა. კი, მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ, აი ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს მათ ორგანიზაციები აქვთ ჩამოყალიბებული, რომელიც იცავენ ტურისტული ბიზნესის ინტერესებს, რომელთაც აქვთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის სააგენტოც არის შექმნილი სახელმწიფო, რომელმაც უნდა მიხედოს ამ საკითხებს. ისინი ჩივიან, რომ ძალიან ბევრი რამ ტურისტულ სფეროშიც არ არის სრულყოფილი.
აი მაგალითად პროდუქცია, რომელიც მოიხმარება კვების პროდუქტები. ძირითადად არის მისი ინგრედიენტები, რესტორნებში და სხვაგან, ხო, სასტუმროებში ინგრედიენტები არის იმპორტული, რომლის წარმოება შეიძლება ადგილზე. აი ტურიზმის პოტენციალიც არ არის გამოყენებული, იმიტომ რომ ამ სფეროში არ არის. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სფეროს მართვას. ჩვენი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მართვა არის უბრალოდ აი როგორ იცი რომ სადავოები ხელიდან არ გაუშვან, მთლად მიშვებული არ არის პროცესები, მაგრამ ტურიზმის სფეროს აი ბიზნესის, ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა მიზანმიმართული რაღაცა გათვლილი 2, 3, 4, 5 წელიწადზე არ არსებობს. იმის გათვალისწინებით ტურიზმს შეუძლია, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოების პირველ რიგში სოფლის მეურნეობას მისცეს ძალიან კარგი სტიმული, მაგრამ ამას შესაბამისი პოლიტიკა ჭირდება ეკონომიკური. ის ჭირდება, რომ შეუნდა განსაზღვრო ის დარგები, ის პოტენციალი, რომელიც აქვს სოფლის მეურნეობას ამ თვალსაზრისით. შემოვა ძალიან ბევრი, ხო, ტური ძალიან კარგია და იტვირთება ჩვენი რესტორნები, კვების ობიექტები, ხო, იქ პროდუქცია არის საჭირო, შესაბამისი. აი ეს პროდუქცია ეწარმოება სოფლის მეურნეობაში, ხო? ეს უნდა დაიგეგმოს თუ რა არ გვაქვს ჩვენ. წარმოების რა სიმძლავრეები არ გვაქვს და ბიზნესის სტიმულირება და სახელმწიფო კაპიტალიც უნდა იყოს სახელმწიფო რესურსები საბიუჯეტო მიმართული იქითკენ რომ შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეები შეიქმნას, რომ ადგილზე შეიქმნას პროდუქცია და ადგილზე შეიქმნას ჩვენ სამუშაო ადგილები და დარჩეს შემოსავალი ადგილზე. და შემოსავალი არის თურქეთის ფაქტიურად თურქეთიდან შემოსული პროდუქცია მოიხმარება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგებაზღებულობს ჩვენი ტურისტული სექტორი და მოგებაზღებულობს სხვა ქვეყანა. თურქეთი, კი, ასე გამოდის. და გნებავთ ეს ქსელური მარკეტინგი აიღეთ, ან სურსათის მაღაზიები, ანუ სადაც კი იყიდება, ყველაფერია ეს პროდუქტი არის შემოტანილი, გნებავთ ბოსტნეული იყოს, გნებავთ ხილი იყოს. და როდესაც საქართველოს თავისუფლად შეეძლო ეს ყველაფერი თვითონ მოეგვარებინა. ანუ ვიღაცა ხეირობს ამეთი, ხო ასეა? ეკონომიკის სამინისტრო არის ძალიან არაეფექტური. ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ რო ვხედავთ 10.9% არის ესე იგი ბოლო 3 წლის 3 თვის ესე იგი ეკონომიკის ზრდა არავის არ აქვს ასეთი ზრდაო. ეს არის ისეთი ზრდა, რომელიც აი ამ ჩამოყალიბებულ ფინანსურ ეკონომიკური სისტემის სტაბილურობას განსაზღვრავს, მაგრამ თვითონ ეს სისტემა არის უარგესი. და ეკონომიკის სამინისტრო ემსახურება ბიზნეს ინტერესებს. და ბიზნეს ინტერესები ემსახურება სწრაფ მოგებას. ეს ბიზნესი არის ფაქტიურად, ეს ბიზნესი არის პარაზიტული ბიზნესი დღეს. ჩვენი ამოცანა არის ამ პარაზიტული ბიზნესის იმ რესურსების, კერძო რესურსების ისე მომართვა, ისე მიმართვა, რომ ის პარაზიტული არ იყოს, რომ ეს მიმართვა, ეს რესურსების მიმართვა მოხდეს ადგილობრივი რეალური საწარმოო სიმძლავრეების შექმნისკენ, რომელიც შექმნის ადგილზე წარმოებას. ამას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ჭირდება, ამას შესაბამისი პოლიტიკა ჭირდება, ეკონომიკური, საბიუჯეტო პოლიტიკა, ფულად საკრედიტო პოლიტიკა, ეროვნული ბანკი, რომელიც არ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და ემორჩილება დასავლეთის, ესე იგი, შესაბამის ფინანსურ სტრუქტურებს. ეს ეროვნული ბანკი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არის დაუშვათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ასე თუ ისე კონტროლდება ჩვენი საქართველოს მთავრობისგან. თვითონ ეროვნული ბანკი არის ესეთი სტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ერთიან პოლიტიკაში არ ჯდება. მასთან ერთად არ არის. და არ შეასრულებს კიდევაც იმ მიზნებს, რა მიზნებიც ახლა დავასახელე, რომც კონდეს ეს მიზნები ეკონომიკის სამინისტროს. იმიტომ რომ მისი მიზანი, მთავარი მიზანი არის დაუშვათ რა არის, აი ინფლაციის დონის შენარჩუნება, ხო? ეს არის ისეთი რამე, რომელიც გარკვეული პირობებში ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას, მაგრამ ეს პირობები არის ძალიან შეზღუდული. დროში და სივრცეში. ძირითადად ეს მიზანი, თავარი მიზანი ეროვნული ბანკისა ლარის კურსის შენარჩუნება საერთო ჯამში ძირითადად ეს არის ისეთი მიზანი, რომელიც არ ემთხვევა ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიას, იმ სტრატეგიას, რომელიც უნდა იყოს და რომელიც უნდა იყოს მიმართული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისაკენ. კი ბატონო, ასე რომ ბევრი რამ არის გამოსასურებელი, რისკენად ჩვენ მოუწოდებთ ქართულ ოცნებას და საქართველოს მთავრობას, რომელიც აერჩია საქართველოს პარლამენტს.
ხო, მოსახლეობა. კი ბატონო, ამასობაში ახალ-ახალი ინფორმაციები მოდის უკვე, აჟიოტაჟი ატეხილი ამ პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, უკვე სახელდება ადგილიც, ერ-რიადი, საუდის არაბეთია ლაპარაკი, ორივე ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან. ასე რომ შეიძლება აქ შედგეს ეს და უკვე რუსეთის მხრიდან ასევე პესკოვი აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი ვიზავი უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთისთვის არის შტატები. ამერიკის შეერთებული შტატები. იქ ისმენენ ალბათ ახლა რა თქმა უნდა, ბერბოკის განცხადებაც მოისმინეს, რომელიც დაახლოებით 20 დღეში დიდი ალბათობით აღარ იქნება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც მწვანეების წარმომადგენელი საერთოდ უსამსახუროდ შეიძლება დარჩეს. ან სულ მცირე რაღაც ნიშას უპოვიან, რაღაცა ხელფასი ექნება. ხო და საგრძნობლად ანერვიულებულები არიან ევროპაში. გერმანიასთან დაკავშირებით საგრძნობლად. ხო და პრინციპში ეს მიუთითებს იმ უნიათო მდგომარეობას, რომელშიც ახლა იმყოფება და მე არ მინდა ვიფიქრო ახლა გასაგებია რომ ბოღმა აქვთ იმასთან დაკავშირებით თუნდაც ამ რეზოლუციას გულისხმობ საქართველოსთან მიმართებით მიღებულში და ვფიქრობ რომ იმ დონეზე შეზღუდული აქვს დიაპაზონი პოლიტიკური ამ ევროპარლამენტარებს რომ მხოლოდ აი ამ ბალღამს ანთხევენ. და არ მინდა სწორედ ვიფიქრო ის, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რათა თავად მოახდინონ დისტანცირება საქართველოსგან. არა, დაემოახდინონ, აქ წინააღმდეგი არა ვარ. უბრალოდ მიზეზს ვიძახი. ხვდებით? თავიანთი სწორხაზოვანი ხისტი და გაუთვლელი აზროვნებით უბრალოდ ილანძღებიან. მაგრამ თუ იმას ფიქრობენ, რომ მოდით აი ასე ვქნათ, ჩვენ ესენი გავლანძღოთ, რომ გქონდეს ჩვენ თავის გასამართლებელი, რომ ეს ხალხი, ქართველები საქართველოს ჩვენსკენ არ მოდის, ჩვენ ღირებულებებს არ იზიარებს და ამიტომ დაემოდი აი ამ ჩვენი განცხადებების ხარჯზე დავშორდეთ მათ. ჩვენ მოვჭრათ ყველა ხიდი. დავწვათ ყველა ხიდი. შესაძლოა ეს იყოს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკრაინასთან მიმართებით ძალიან გასაცოდავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. იქ მთავარი ძალა მერცია არა? მერცი ახლა არის ფიგურანტი, რომელიც უნდა გახდეს დიდი ალბათობით კანცლერი. ხო, ის არის შოლცის განმეორება. შოლცი კვადრატში. მიახლოებით. ძამძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ახლა ისიც. მას ჰქონდა შანსი გამარჯვების, ეს არის ის კაცი, რომელიც ომის ესკალაციის მომხრეა უკრაინაში და ტაურუსი მივაწოდოთ. შოლცი სხვანაირად საუბრობს ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში მოგებამდა არჩევნების და განწყობებიდან გამომდინარე გერმანიაში. ცუდ და ვარეს შორის არჩევნის შორის არის. აი ეს მომენტია, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდება და მთავარი საკითხი ამ შეხვედრისა, მთავარი თემა, საგანი ეს არის უკრაინაში ომის დასრულება. მე მგონია, რომ იქ პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება. აი ამის გამოც. უკრაინაში. გერმანიაში. იმიტომ რომ მელცის პოზიციები და დასუსტება სამაგეროდ გაძლიერდება იმ პოლიტიკური ძალების პოზიციები, რომელიც გამოდიან უკრაინაში ომის დასრულების მომხრე პოზიციით და აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მომხრეთ. იქ არის ორი ძირითადი ძალა. და თქვენ გაგიკვირდებათ თემურ, მაგრამ ყველაზე მეტი მომხრე ახლა AfD-ს, აი ამ ალტერნატივას გერმანიისთვის და სარავაგენტნეხთ. წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტი მომხრე ყავს ახალგაზრდობაში. იქ პირიქით არის. პრაგმატულად მოაზროვნე განათლებული ახალგაზრდა გერმანელები მხარს უჭერენ ძალას. ჩვენთან არის დიამეტრალურად სხვა სურათი. რადიკალურად, ახლა ვინც ახლა ჩვენ ვხედავთ აი აქ რუსთაველზე რომ გამოდიან ეს მწვანეთმებიანები და ძურძგლიანები. ეს არის პრინციპში აგონია. აგონია ამ ლიბერალური ძალების თუნდაც რეგიონში. ეს ტრაგედიაა, რასაც ვაკვირდები. ხო, აი როგორ აგიხსნათ ახლა აი ტრაგედია როგორ არის ჩვენ ახალგაზრდობა დაკარგული გვაქვს დროებით ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით სტუდენტური ახალგაზრდობა და ამას ძლიერი მუშაობა ჭირდება, მაგრამ აქ რა ამ ლიბერალური ძალების ალტერნატივა მე წმინდა კონსერვატიული ძალები არ მიმაჩნია. მათი ალტერნატივა მაინც არის ისეთი ძალა, რომელიც სწორად შეხედავს საქართველოს ისტორიას, მათ შორის
უახლეს ისტორიას და კერძოდ მეორე რესპუბლიკის ისტორიას. მეორე რესპუბლიკა ეს არის პირველი არის მენშევიკური საქართველოს რესპუბლიკა, მეორე არის საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა. დღეს ჩვენ გვაქვს მესამე რესპუბლიკა. მესამე, აი იმ ისტორიას მეხუთე რესპუბლიკა ყავს ჩვენ მესამე ხო გასაგებ. ხო, მაგრამ იმას ხო არავინ არ ახსენებს იმ 70 წელს. ის ხო რესპუბლიკა იყო, სხვანაირი იყო, მაგრამ რესპუბლიკა იყო. სხვათა შორის ერევანში ძალიან ლამაზი დიდი მოედანია, ცენტრალური მოედანი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ ჩვენს რეგიონში და ევროპაშიც და იქ არის გამოკრული, იქ ისტორიის მუზეუმია და გამოკრული არის რესპუბლიკების ისტორია. თვალსაჩინოება არის და ეგ გათვალისწინებულია მეორე რესპუბლიკა საკმაოდ სერიოზული ადგილი უჭირავს პირველს, მეორესა და მესამეს სომხეთში. და მათი აი ლიბერალების ალტერნატივა სულაც არ არის კონსერვატიული ძალები ჩვენთან. მე მიმაჩნია რომ მათი ალტერნატივა არის მაინც მემარცხენე და სოციალისტური ძალები, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება, იმიტომ რომ სოციალური პრობლემები წინ მოდის. პირველი 4-5 საკითხი, რომელიც არის ყველაზე აქტუალური საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის, ყველა სოციალური გამოკითხვით არის სოციალური პრობლემები. მერე მოდის სხვათა შორის არიწყნოს იზოლებით გადაადგილებულმა ხალხმა, აფხაზეთმა და ჩვენმა ცხინვალის რეგიონიდან ჩვენმა თანამოქალაქეებმა არ გეწყინოთ, მაგრამ ეს ასე არის. მეხუთე, მეექვსე ადგილზე მოდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. სამწუხაროდ. თუ საბედნიეროდ, არ ვიცი, იმიტომ რომ პირველი არის დაუშვათ უმუშევრობა, მეორე არის დაუშვათ ხელფასის დაბალი დონე, მესამე არის კიდევ აი ესეთი პრობლემა, როგორიცაა მიგრაციის პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს საკითხები მთელი ძალით დადგება საქართველოს საზოგადოების წინაშე, უკვე დგას, მაგრამ მის გზას გაიკვლევს და საინფორმაციო სივრცეს დაიპყრობს აუცილებლად. დღეს რატო არ არის დაპყრობილი საინფორმაციო სივრცე ამ პრობლემებს? იმიტომ რომ სხვა პრობლემის წინაშე დგას ჯერჯერობით. იყო ომის პრობლემა, რომ ჩვენ ჩავერთებოდით ომში, იყო იმის პრობლემა, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და პროფაშისტური რესტავრაცია მოხდებოდა საქართველოში და აქედან გამომდინარე ეს პრობლემები ასე თუ ისე მიჩქმალული იყო. დღეს როცა ქართულმა ოცნებამ თავის მდგომარეობა განემტკიცა, რა თქმა უნდა ეს პრობლემები წინ წამოვა. და მთელი ძალით დადგება, მთელი თავისი სიმაღლით დადგება საზოგადოების წინაშე და მას გადაჭრა ჭირდება და იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რა პოლიტიკაც ასრულებს, რა პოლიტიკასაც ატარებს ქართული ოცნება მთელი ამ 13-14 წლის მანძილზე ეს არ არის გამოსავალი, ეს ვერ გადაწყვეტს აი ამ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რაც დგას საქართველოს წინაშე. სხვათა შორის ეს ეკონომიკური პოლიტიკა არის იმის გაგრძელება, სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც უნდა შეიცვალოს. სააკაშვილზე გამახსენდა, ეხლა გაანთავისუფლეთო იმ რეზოლუციაში წერია. და ან მიეცით დაუბრკოლებულად ევროდეპუტატებს მასთან საკანში შესვლის უფლებაო და გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. არ ამგონია ეს გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნებია წინ და აი ეს საპარლამენტო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს და რომლის ხელმძღვანელიც არის წულუკიანი, მე ძალიან გამიხარდა რომ წულუკიანი და იქ ისეთ ხალხია შესული, რომელიც ასე თუ ისე გამოირჩევიან უკომპრომისობით ნაციონალური მოძრაობის, იმ ფაშისტური მოძრაობის მიმართ. ეს იმის ნიშანია, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მათ შორის PR კამპანიის შემადგენელი ნაწილი და საფუძველი ქართული ოცნებისთვის და არ ამგონია, რომ ვინმე გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი ციხიდან. მიხეილ სააკაშვილის დანაშაული, თავარი დანაშაული, მისი ავანტურა, რომელიც მან მოაწყო, ესე იგი 2008 წელს პირველ რიგში საქართველოს წინააღმდეგ. ეს ავანტურა უნდა იყოს გამოძიებული და უნდა იყოს წაყენებული მიხეილ სააკაშვილისადმი. და მაშინ ეს იქნება ყველაზე სერიოზული ბრალდება, რომელიც იქნება წაყენებული მიხეილს. მე იმედი მაქვს, რომ ეს გაკეთდება კიდევაც. იმიტომ რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა
და იმ ფრთის აკრძალვა საერთოდ იმ პროფაშისტური ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალებისა და ამ ძალებისგან გაწმენდა პოლიტიკური ველისა ამის გარეშე შეუძლებელია. ასე მგონია მე იმ ეკონომიკური დაუშვათ დარღვევებით, ეკონომიკური დანაშაულებით და თუნდაც სისტემური დანაშაულით, რომელიც იყო ციხეებში და მკვლელობებით ქუჩებში ეს უმძიმესი დანაშაულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აიგრძალოს პროდასავლური ეს პროფაშისტური ძალები და აუცილებლად ქართულ ოცნებამ უნდა დაიხმარიოს ყველაზე მთავარი არგუმენტი, თუ რა გააკეთა საქართველოს მტერმა ძალამ 2008 წელს, როგორ დაგვაშორა ჩვენ აი იმ მიზნებს, როგორ გახლიჩა და დაანგრია და დაანაწილა საქართველოს არა მხოლოდ de facto სამნაწილად, არამედ de iure. როგორ აიძულა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი, რომ ეცნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, როგორც ცალკე რესპუბლიკა და ამით დაგვაშორა ჩვენ ამ უმძიმესი ამოცანის და უმძიმესი პრობლემის მოგვარებას. კი ბატონო. და კიდევ ერთი ასევე ამ რეზოლუციაში ვფიქრობ ნიშანდობლივია სალომე ზურაბიშვილს ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ ცნობენ ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. და ეს ქალბატონი ხვალ მიემგზავრება მიუნხენში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის იქ იქნება პანელური დისკუსიები რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა, ასევე საქართველოს ყურადღების ცენტრში, ასეთი სახელწოდებები აქვს ამ დისკუსიებს. დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან. ანუ ეს ხალი ახლა მიდის იქ პრინციპში საქართველოსთვის, ჩვენ რა მოცემულობაც გვაქვს დღეს ამის ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის. ორია, ეს სიმბოლური ალბათ მიუნხენში გერმანული ნაციზმი დაიბადა, თუმცა ულამაზესი ქალაქია და ეხლა თავად ამ კონფერენციას არაფერი არ აქვს საერთო მაშინდელ გასული საუკუნის 30-იან წლებთან. მაგრამ ამ ქალს რაღაც ეს გენეტიკური თემაა, ხო? თუ ამ კონსერვატორებს ნაწილობრივ ეხლა სოციალ-დემოკრატი ლიბერალებზე იქ ხო ლიბერალური მთავრობებია იქ სადაც უსაფრთხოების საკითხები განიხილება, მკვდარ გაიკიდაო, ეს არის, სხვა არაფერი არ არის. ეს ევროპის ის ლიდერები, რომლებიც იქ მიიღებენ მონაწილეობას ამ კონფერენციაში, ეს წამსვლელი პოლიტიკოსები არიან, ჩვენ გადაცემის დასაწყისში განვიხილეთ და აუხსენეთ თუ რა სურათია, რომ ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროპის ქვეყნებისა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ნიუდელ, ესე იგი საქმის გარეშე დარჩნენ. მათ არ ეკითხება არ შეერთებული შტატები და მით უმეტეს არც რუსეთი და არც ჩინეთი არ ეკითხება არაფერს. ისინი ამოვარდნენ სოფლიო პოლიტიკის რეალური, ესე იგი, ბერკეტი მათ არ გააჩნიათ. მათ ისინი ვერ გააკეთებენ გავლენას, ვერ მოახდენენ იმ პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაშიც კი, არათუ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასე რომ სალომე ზურაბიშვილის ეს ვოიაჟი, ეს რა თქმა უნდა ზუსტად იმას გავს, რომ მკვდარს აეკიდაო და კიდევ ერთხელ აჩვენებს ეს თუ რა სახე გააჩნია ლიბერალურ ოპოზიციას. ვინ არიან ისინი და როგორ მეორდება ისტორია, სხვათა შორის მენშევიკური საქართველოს ისტორია, როგორ განმეორდა დღეს სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელიც თავის დროზე ქართული ოცნების დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში და პრეზიდენტი გახდა და მან ესე იგი გამარჯვება იზეიმა, სხვათა შორის ძალიან ისეთი ღრმა შინაარსი ჩააქსოვა მის გამარჯვებაში, რომ ეს არის სიმბოლურიო, რომ ესე იგი მე გავხდიო საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ აღდგა ისტორიული სამართლიანობა, აღდგა მენშევიზმის სული და საქართველოს დემოკრატიული ეგრეთ წოდებული დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული ხო იქ პიარ აქციებიც ჰქონდა, რამის ფეხშიშველი ქალამნები გაიხადა და იქ ფარავნის ტბასთან წმინდა ნინოვარო წმინდანს შეადარა თავი, ეხლა ესე პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ეს სტარტვისთვა ჰქონდა იქ ფარავნის ტბასთან სიარულს, მერე იქ თამარის ჯვარი ჩამოიკიდა და მოკლედ ხო რა ეს ჩვენ ეს პარალელები აუცილებლად უნდა გავავლოთ მენშევიკურ მთავრობასთან და მისი ნამდვილი ისტორია, სამწლიანი ისტორია, რომელსაც ჩვენ სხვანაირად გადმოგცემენ
და სხვანაირად გადმოგცემენ სხვათა შორის 1921 წლის ახლა 25 თებერვალი მალე მოდის იმის ისტორიულ მნიშვნელობას შეტრიალებულად ეს აუცილებლად უნდა ყოველთვის უნდა გქონდეს ხედველობაში რომ ახალგაზრდობამ გაიგოს თუ რა ისტორიული პირობები იყო მაშინ და მართლა განმეორდა ის ისტორია კინაღამ განმეორდა დღეს აი მე შევიგორო მთავრობასავით რომ მოქცეულიყო ქართული ოცნება და დაყოლოდა დაუშვა სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღმოჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში იქ წითელი არმიის შემოსვლა გარკვეულწილად ესე იგი იგივე ისტორიული პირობებით იყო განპირობებული ის თავისთავად ესე კი არ შემოსულა 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს მენშევიკური მთავრობა დემოკრატიული ეგრეთ წოდებული რესპუბლიკა და დაიდო ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც დაამყარეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და იქ გარკვეული პირობები იყო ჩადებული რომელიც დაარღვია ქართულმა მხარემ მანამდე ზარღვევდა ახლა რას არღვევდა მანამდე იმას რომ ის მოემსახურა ყველა ძალას ახალი რუსეთის ახალი რესპუბლიკის წინააღმდეგ რომელმაც კი მოინდომა რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პოლიტიკური ძალით ხელი შეეშალა ამ ახალი რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში ყველასთან თანამშრომლობა სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით 1920 წლის შემდეგაც გააკეთა ეს რამაც განაპირობა წითელი არმიის შემოსვლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს იყო და ჩვენ ის არ გავიმეორეთ მენშევიკების ეს ისტორია და გადავრჩით ზუსტად ამის გამო სალომე ზურაბიშვილი რო ყოფილიყო საქართველოს რეალური ხელმძღვანელი დღეს და მენშევიკური მთავრობის აი ეს შთამომავალი როგორც პოლიტიკური ისე ბიოლოგიური საქართველოს დაიღუპებოდა მადლობა თემურ გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია და ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.